გადამწყვეტი არჩევნები მოლდოვაში, რომელმაც ქვეყნის მომავალი საგარეო კურსი უნდა განსაზღვროს. 28 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნები ტარდება. თუ პრეზიდენტ მაია სანდუს პოლიტიკური ძალა საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას დაკარგავს, პოლიტიკური რეალობა მკვეთრად შეიცვლება. მმართველი პარტიის, მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის მეტოქე პატრიოტული ბლოკია, რომელიც პრორუსული ოპოზიციური პარტიებისგან შედგება. განაგრძობს თუ არა მოლდოვა ევროკავშირის მიმართულებით სვლას. მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის შარშან ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები, რომლის მიხედვით ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის საკონსტიტუციო დონეზე განსაზღვრა 1%-იანი სხვაობით გადაწყდა. პარალელურად სულ უფრო აქტიურდება განცხადებები და ცნობები არჩევნებში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობის შესახებ. გამოძიება მასობრივი არეულობის გეგმასა და ორგანიზებულ დაჯგუფებებზე მიუთითებს და ჩხრეკის ოპერაციებს ატარებს. სანდუს ხელისუფლებიდან ჩამოშორების კონკრეტულ სქემაზე წერენ მედია საშუალებებიც. მოლდოვის პოლიციამ 28 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მასობრივი არეულობის მომზადებისა და ქვეყნის დესტაბილიზაციის საქმესთან დაკავშირებით 250-მდე მისამართზე ჩხრეკა ჩაატარა. დაკავებულია 74 პირი. ამოღებულია იარაღის, საბრძოლო მასალა, კარვები, შენიღბისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი, პასპორტები და სხვა ფიზიკური მტკიცებულებები. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპერაციის უკან რუსეთის სადაზვერვო სამსახურებით განან და დივერსიულ ოპერაციებს დაზვერვის ოფიცერი ანდრეი პავლოვი ხელმძღვანელობს, რომელიც ანალოგიურ ოპერაციებში ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებშიც იყო ჩართული და რომ მასობრივი არეულობის მომზადება კრიმინალური ელემენტების დახმარებით რუსეთიდან კოორდინაციით ხდებოდა. დაკავებული ეჭვმიტანილები ასევე დაკავშირებული არიან მოლდოვურ პრორუსულ პარტიებთან. პროკურატურაში განმარტავენ, რომ გამოძიება ჯერ კიდევ 2025 წლის ივლისში დაიწყო. ამ პერიოდში შესაძლებელი გახდა იმ პირთა ჯგუფის საქმიანობის იდენტიფიცირება, რომლებიც რეგულარულად მიემგზავრებოდნენ სერბეთში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული და ამისთვის მონაწილეებმა დაახლოებით 400 евро მიიღეს. Telegram ჯგუფებში პავლოვი ცნობილი იყო ზედმეტსახელით Field 007 და Field 01. იდენტიფიცირებულმა პირებმა კონტაქტი დაამყარეს აქტივისტებთან და ლიდერებთან, რომლებსაც შეეძლოთ 40-50 კაცისგან შემდგარი ჯგუფების მობილიზება. კონტაქტი ჰქონდათ Telegram-ით და ინარჩუნებდნენ ანონიმურობას. მოპოვებული ინფორმაცია ოპერატიულად იქნა გაცემული სამართალდამცავ ორგანოებზე ეროვნული უსაფრთხოებისთვის ნებისმიერი საფრთხის აღსაკვეთად. განვითარებული მოვლენების ფონზე მოსახლეობას მიმართა პრეზიდენტმა მაია სანდუმ და გააფრთხილა, რომ თუ კრემლის დესტაბილიზაციური გეგმა წარმატებული აღმოჩნდება, რუსეთი მოიპოვებს კონტროლს მოლდოვაზე და მას ოდესაზე თავდასხმისთვის პლაცდარმად გამოიყენებს. ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მთლიანობა და ჩვენი ევროპული მომავალი საფრთხეშია. კრემლი ასობით მილიონ ევროს ხარჯავს ასობით 1000 ხმის შესაძენად. ყოველდღიურად ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. ასობით ადამიანს უხდიან არეულობის, ძალადობის, პროვოცირებისა და ხალხის დაშინებისთვის. თუ რუსეთი მოიპოვებს კონტროლს მოლდოვაზე, შედეგები დაუყოვნებლივ დადგება და ისინი საფრთხეს უქმნის ჩვენ ქვეყანასა და მთელ რეგიონს. დაზარალდებიან მოლდოველები, იმის მიუხედავად თუ ვის მისცეს ხმა. ევროპა მოლდოვის საზღვართან დასრულდება. თავისუფალი გადაადგილება შეიძლება დასრულდეს. ჩვენი ტერიტორია კი შესაძლოა გახდეს პლაცდარმი ოდესის ოლქში შესაჭრელად. დნესტრისპირეთი რეგიონი დესტაბილიზირებული იქნება. ასეთია მათი გეგმები და ამას ღიად გვიცხადებენ. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონიკი, რომლის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკური ბლოკიც 28 სექტემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს, აცხადებს, რომ სამართალდამცველების ქმედება ოპოზიციის დაშინებას ისახავს მიზნად და რომ ქვეყნის პრეზიდენტი და მისი პარტია არჩევნების გაუქმებისთვის საბაბს ეძებენ. დოდონის მტკიცებით რიგ შემთხვევაში სამართალდამცველები მის მოკავშირეებთანაც მივიდნენ. მაია სანდუ და მისი სოროსის მთავრობა ცდილობს შეაშინოს მოქალაქეები. ყოველდღიურად ასობით ჩხრეკა თავდასხმები ჩვენს კოლეგებზე კიდევ ერთხელ აჩვენებს მაია სანდუსა და მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის შიშს არჩევნების შედეგების მიმართ. მოსკოვში კი მიაჩნიათ, რომ მოლდოვაში ანტირუსული ისტერიის მიზანი არჩევნებში გამარჯვების მოპოვებაა. ამასთან რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ ევროკავშირს მოლდოვის ოკუპაცია სურს და რომ ნატო დნესტრისპირეთის დასაშინებლად ოდესაში ძალების განლაგებისთვის ემზადება.
რუსოფობული თავდასხმის მიზეზი ზედაპირზეა. მოლდოვის მართველი წრეები და მათი ევროპელი სპონსორები მთელი ძალებით მიისწრაფიან ხელისუფლების მონოპოლიის შესანარჩუნებლად. თუმცა საპარლამენტო არჩევნების შედეგებში დარწმუნებული არ არის. ხელისუფლება ცდილობს რეპრესიების გატარებას ოპოზიციისა და დამოუკიდებელი რუსულენოვანი მედიების წინააღმდეგ. მოლდოვაში გრძელდება ყოველდღიური ჩხრეკები დამოუკიდებელი მედიების ოფისებში, რაც მასშტაბური გამოძიების სახით აქვთ წარმოდგენილი, თითქოს და მოსკოვის ჩარების კვალის გამოსავლენად. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სოციალური ქსელის ანგარიშები ბოტების თავდასხმის სამიზნე ხდება. რუსული აუდიოვიზუალური კონტენტი პროპაგანდისტულად აქვთ გამოცხადებული. გამოცემა Bloomberg-ი წერს, რომ გაიცნო კრემლის მიერ უშუალოდ დამტკიცებული მოლდოვის არჩევნებში ჩარევის მრავალეტაპიან სტრატეგიას. გამოცემის მიხედვით დოკუმენტებში საუბარია მაია სანდუს პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორების გეგმაზე და ამ გეგმის თანახმად კრემლის ტაქტიკაში შედის საზღვარგარეთ მყოფი მოლდოველების გადაბირება, რათა არჩევნებზე მათი კანდიდატის სასარგებლოდ მისცენ ხმა, დესტრუქციულ საპროტესტო აქციებში მონაწილეების ჩართვა, სოციალურ ქსელებში ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება, სპორტ დარბაზებსა და კლუბებში ახალგაზრდების გადაბირება ძალადობრივ პროვოკაციებში მონაწილეობისთვის, როგორც არჩევნების დროს, ასევე მის შემდეგ საპროტესტო აქციებში. საპროტესტო აქციის მონაწილეების მომზადების სქემების შესახებ წერს BBC-ც. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით რეპორტიორს 3000 ლეის სანაცვლოდ TikTok-სა და Facebook-ში საჭირო ინფორმაციის გაზიარებისთვის ანაზღაურება შესთავაზეს, რომლის მიზანიც პრორუსული ძალების მხარდასაჭერად პროპაგანდისტული პუბლიკაციების გამოქვეყნება და პროდასავლური ოპონენტების დისკრედიტაცია იყო. ბოლო გამოკითხვებით, არჩევნებში სანდუს პარტია პირველ ადგილს იკავებს, თუმცა უმრავლესობის ფორმირებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს.